გამარჯობა, მე ვარ დემეტრე გოგებაშვილი, ვეტერინარი. გამარჯობა, მე ვარ ნათია შარუპანაშვილი, ვეტერინარი. მე ვარ გურამი მელქაძე, ვეტერინარი ექიმი. მე ვარ სოფო ვარსემაშვილი, ვეტერინარი. მე ვარ დავით სირბილაძე, ვეტერინარი. თათია მოდებაძე, ვეტერინარი. ძირითადი мотиваცია იყო ცხოველების სიყვარული, რადგან ბავშვობიდან ცხოველების მიმართ სხვა გარდამოკიდებულება მქონდა და მათზე მზრუნველობა მინდოდა. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ პროფესიის თუ იქნებოდი, თუმცა სამუშაო პროცესში, ასევე თავიდან სწავლების პროცესში, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ დღესდღეობით ვარ ვეტერინარი ექიმი. ეს ძალიან მარტივად მოხდა, ვინაიდან ბიძა მყავს ვეტერინარი ექიმი და საზაფხულო ვარდადეგებზე ყოველთვის მიწევდა სოფლად ყოფნა და ყველა ამ პროცესის მონაწილე ვიყავი. ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა ვეტერინარობა, თუმცა რაღაც ესე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ამ პროფესიაში აღმოჩნდი, რაც საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გამოდგა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური და საინტერესო პროფესიათა შორის. დედა ჩემი დამეხმარა პროფესიის არჩევაში. მე ცოტა მოგვიანებით გამიჩნდა ეს ინტერესი და დღემდე ძალიან სიყვარულით ვაკეთებ ამ საქმეს. რომ ბავშვობიდან აბსოლუტურად ყველა ჯიშის და სახეობის ცხოველი მიყვარდა რა. ანუ განურჩევლად ნებისმიერი სქესისა, სახეობისა თუ ზომისა და ანუ რატომღაც ვთვლი, რომ ყველა ცხოველი არის პატარა ბავშვივით და მათ სჭირდებათ მოვლა და ზრუნვა მუდმივად და ალბათ ამან განაპირობა, რომ ავირჩიე ეს პროფესია. ჩემი საყვარელი მიმართულება არის შინაური ცხოველები, განსაკუთრებით მიყვარს ძაღლები. ფრინველეობა ჩემი ძირითადი მიმართულებაც ეს არის და აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაზე საყვარელი იქნება მე ფრინველეობა. შინაური ცხოველები, რადგან ამ კონკრეტული მიმართულებით მაქვს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებაც. მეცხოველეობის მიმართულების სპეციალისტი გახლავართ და ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი მიმართულება. საყვარელი მიმართულება კომპანიონ ცხოველებთან ურთიერთობა არის ვეტერინარიაში. ძალიან მიყვარს ფისოები, ძალიან მიყვარს ძაღლები. ჩემი საყვარელი მიმართულება, რაც ავირჩიე სწავლის დამთავრების შემდეგ, ეს არის მეფრინველეობა. და ვზრუნავ მუდმივად, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ჭამოს ჯანსაღი კვერცხი და ქათმის ხორცი. ყველაზე სახალისო ისტორიას რაც შეეხება, საკმაოდ გრძელი ისტორიაა და ესე ვერ მოგიყვებით, მაგრამ ამას გაიხსენებენ და მიხვდებიან მხოლოდ ანა კორსანტია და მანჩო სამხარაძე, ეს ეხება კატა ბალთაზარს და დაგვიწერეთ კომენტარებში. ბევრი ვეტერინარიაში ზოგადად ბევრია ესეთი შემთხვევა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის სტუდენტების პრაქტიკული სამოდელო ჩვენება თუ როგორ უნდა მოხდეს ცხოველის გაკვეთა. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ხშირად გვიწევდა სამეცნიერო კვლევების ჩატარება ამა თუ იმ საშუალო და მცირე ფერმერებთან და მოიხსენებათ ეხა მეცხოველეობა, მეღორეობაში განსაკუთრებულად სუნი რამდენად მნიშვნელოვანია, დამახასიათებელია ამ მიმართულებისთვის. და მაშინ ბიოუსაფრთხოების ეს დონეები არ არსებობდა, რომ რაღაც შხაპი მიგეღო, შესულიყავი, გამოსვლისას შხაპი მიგეღო და მოიხსენებათ ეს ვალბირში გამჯდარი სუნი, შემდეგ სახლამდე უნდა მისულიყავი, რამენაირად კი ეს ხალათს ხმარობდით, რა თქმა უნდა და მქონდა ასეთი ჩემ კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად, რომ რამოდენიმეჯერ კინაღამ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ამ სუნის გამო ჩამოგვყარეს. ანუ ჩემი პროფესიიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო, როდესაც 2022 წელს აფრიკაში, აფრიკის კონტინენტზე ვიმყოფებოდი ეროვნულ ცხოველების ნაკრძალში, სადაც ანუ რეალურად შევიცანი და ვნახე ველური ცხოველები, როგორ ცხოვრობენ ველურ ბუნებაში. ეს იყო ყველაზე აღმატებული და დავასამახსოვრებელი ამ პროფესიაში ჩემთვის. უკვე 12 წელია, რაც ინვეთ ჯგუფთან ერთად ვზრუნავ ცხოველთა მოვლასა და ჯანმრთელობაზე. 2016 წლიდან გახლავართ ინვეთ ჯგუფის წევრი. 9 შესანიშნავი წელი. უკვე 13 წელია, რაც ინვეთთან ერთად ვემსახურები ამ პროფესიას. უკვე 8 წელია, რაც ინვეთთან ერთად ვზრუნავ ცხოველების მოვლასა და ჯანმრთელობაზე. ჯერჯერობით მხოლოდ 13 წელია, რაც ინვეთთან ერთად ვარ და ვზრუნავ მუდმივად ცხოველის მოვლასა და ჯანმრთელობაზე და ვფიქრობ, სანამ მეც ჯანმრთელი ვიქნები და შემეძლება, ანუ ეს ჩემი არჩეული პროფესია, ჩემი ცხოვრების ბოლომდე გავყვები ამას ინვეთთან ერთად.